ესეთი შესასვლელი შეყავდათ აქედან პატიმრები და საკონცენტრაციო ბანაკში ვარ გერმანელების. ოხეს აი გერმანელები არ გახსოვთ ძველი იმაში ფილმებში ეს კოშკურების შემოსასვლელები უყურეთ როგორ არის გერმანელების ნაცისტების ეს კოშკურები რომელზეც შეიარაღებულები ისხდნენ თუ იდგნენ და ტყვეებს აკონტროლებდნენ თუ ვინმე აი ამ ღობეს გადალახავდა ესროდნენ გადალახვას მოინდომებდა. ახლა ჩვენ ვართ საინტერესო ექსკურსიაზე და საინტერესო კადრები უნდა შემოგთავაზოთ წესით. დარჩით ჩემთან და რაც საინტერესო იქნება ყველაფერს გადავიღებთ და გაჩვენებთ. ეს არის ჰიტლერის დროინდელი საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ტყვეებს აწამდნენ, სადაც 122,000 ადამიანი აქ მკვდარი მარტო ამ პატარა საკონცენტრაციო ბანაკში. წერი კოშკურებია. აქ აღჩოვდნენ ადამიანებს. ჰიტლერის ბოროტი რეჟიმი. ამუშავებდნენ მაღაროს ვარიანტებიც არის აქ. აი კოშკურები როგორ ადგაი. Donc les oiseaux sentaient les odeurs. კოშკურები როგორ ადგა საკონტროლო. ადამიანებს ჩამოკიდებდნენ ხოლმე რა უბრალოდ. საკონცენტრაციო ბანაკი გერმანელების ეს კოშკურები ნახე ორმაგი ღობი აქვს რა თუ ერთს გადაახტება იქით დაახტებოდა ვინმე ანუ ორმაგი ბარიერის გადალახვა უწევდა და როგორი ის ქონდათ უყურე პროჟექტორები ანათებდნენ აი კრემატორიუმი იყო იქ წავდნენ ისა ჩამოახშობდნენ აქ მუშავებდნენ ამ ხალხს ტყვეებს მოკლედ როგორც გითხარით ეს არის კრემატორიუმი მე იმ ჩამოხჩალდა ნაწამებ ხალხს ამ რკინის კუბოში ათავსებდნენ სასახლეში და მე ესე კიდე წავდნენ შვენიერად აი დაბლოც უყურე რაღაც დილეგები არის კიდე კაი იმ დროს არ ვიყავი და თან არ ვიყავი ამ ტერიტორიას აქ აწვენდნენ ადამიანს და მე ექსპერიმენტებს აკეთებდნენ ეს ხელი აღიქ ჩადიოდა აი ადამიანს როგორ წავდნენ შეაგორებდნენ შიგნით და გამოხრუკავდნენ მშვენივრად აი აქედან კაჩიგარია აქედან უნთებდნენ იქიდან ადამიანს უსვავდნენ აქ იყო ბუნკერი ზემოთ ხალხს ამუშავებდნენ, აწამებდნენ
აქ ახლა არის ოთახებში შევალთ და აქ მე ვფიქრობ ნახავთ იმ ხელსაწყოებს და იმ ყველაფერს, რაზეც ადამიანებს აწამებთ. ესეთი ოთახები იყო, მაგრამ ეს პატარა იყო კარცერებით რა. ეს ორი პატარა არის და აქ ასვავდნენ მერე. ეს პატარები რაც არის, ეს კარცერებით რა. შევიდეს და დაჯდეს მარტო, ისეთი პატარა ადგილია და აქ კიდე ოთახებია ჩვეულებრივად, აქ პატიმრებს და დაჯილ უფრო ზედმეტად დაჯილ პატიმრებს კიდე ეგ პატარა კარცერებში. რამდენიანია? მეტრა 20-იანი ალბათ. ეს პატარა ოთახები. დიდი ოთახი ესე არის ჩვეულებრივად. და ამაში იყო რა ეს პატარა. აი ნახე რა პატარა კარცერი აქვს. გერმანელების დამპლების. ადრინდელი ჰიტლერის წყობა თორე ხალხმა რა დამიშავა. დღეს გერმანია განვითარებული და გემრიელი და კარგები არიან, ყველა მიჩნევს. On peut filmer. On peut filmer. ესე ამუშავებდნენ, აი. ესეთი საერთო დუშები ქონათ, აი ესე ბანაობდნენ პატიმრები. შლანგითაც მიასხავდნენ ერთმანეთს. ეს ყოფილა კრემატორიუმი. აქეთ პატიმრები ყავდათ, დილეგები. აქეთ ზემოთ ამუშავებდნენ. და ამათ ქვემოთ კიდე ბუნკერი არის. საცავი, საწყობი არაღის. ზემოთ ალბათ ოფიცრების ისი არის. აი იქითაც ეს აჩანს. დილეგები და აქეთ კიდე ოფიცრების ის იქნება. საოფიცრე ისინი რა კაბინეტები, რავი. ორი საცკრეთი არხები აქვს ნახე. როგორ აწამებდნენ ადამიანს ეს ზუნგზე გადაჭიმავდნენ და აბავდნენ და Teraz mi patrzymy cytumen, a sen tendnu. Şöyle çel, ara şöyle. Nanon Jusqu'à 42 jours. ორი ხალათები ეცოთ. ი საწყალნი ნატყვიარებიც აქ. ორი დაკემსილი. ეს რა არის ქვისაა კაცო. ნახეთ, რამდენ პატიმარს ეძინა. აი ამ საწოლებზე, საწყლები, გატენილები იყვნენ. აბა. და ეს ქვები არის, აი, რომელსაც ამუშავებდნენ. აიტყვა ძირფას რაღაცებს შეიცავს. ეგ საყარაულო კოშკები ქონათ ნემენცებს ადრე. და აი კიდე არის შემოსასვლელი, აი გავადიდო, მოვიტანო შემოსასვლელი. ფილმებში ხო გინახიათ არა. სტატისტიკა. აქ არის. ეს უკვე ის არის. საბრძოლო მასალას აწარმოებენ. ოკა. ორი ბაზები ქონა და ამ საწალხალს აკეთებდნენ და ყველაფერს. ამ პატიმრებს. როგორ გამختارია, მაგრამ უნდა იმუშაოს.
დახოცილი